აი გაჩერდი. 26 განვიხილეთ. გაჩერდი. მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არის ფენტეზაშვილის 77 ეპიზოდი, არა მე-4 არის. პრემიერ ლიგის მესამე ეპიზოდი არის დღეს, სადაც 22 ტურს განვიხილავთ. დაგიბრუნდით ისევ მე და თორნიკე. 22 რამდენი ეს? 22-ის. 22 არის. და მე დაგიბრუნდით ახალი თავით, ახალი იმიჯით. და მადლობა ხალხო რომ ამდენს აქტიურობთ. აი ძალიან გვეხმარება თქვენი გვერდში დგომა. არა, ეგ ხუმრობს თქო და ხალხო უნდა დაგვეხმაროთ თქვენი აქტიურობა არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ ანუ თქვენი მხარდაჭერა და თქვენი ლაიქები და კომენტარები და საბსკრაიბერები და ყველაფერი ძალიან გვეხმარება мотиваციაში და ნუ თქვენი ეგეთი აქტიურობა გვეხმარება რომ უკეთესი და უფრო კარგი ხარისხის ვიდეოები შემოგთავაზოთ. უფრო მეტმა ხალხმა ნახოს. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ ფეხბურთზე. რადგან უცხოეთში ვიყავით ჩემპიონთა ლიგას ვერ შევეხეთ. ეხაც ჯერ არ დასრულებულა პლეი-ინი, გეტყვით. ეხლა ისეთი დრო არის, რომ პლეი-ინი ჯერ არ მორჩენილა საბოლოოდ. დღეს ეხლა მიმდინარეობს ერთ-ერთი კაი სენსაციები იყო, ბოდო გლიმტმა გააგდო ინტერი. ეხლა ატალანტა უგებს დორტმუნდს ამ მომენტში. უგებს დორტმუნდს ამ მომენტში 1-0. და მოკლედ ხო, ძალიან საინტერესო მიმდინარეობს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინი. ნახოთ, მოკლედ რა მორჩება პლეი-ინი შეჯამებას აუცილებლად ჩავწერთ და მე ვისაუბროთ მაგ ეპიზოდში უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ეხლა გადავიდეთ პრემიერ ლიგაზე, სადაც 27 ტურში. ეხლა მოდი დავიწყოთ 27 ტურის უკვე განხილვით რა. ბევრი საინტერესო რაღაც მოხდა. პირველ რიგში მოდი მე დავიწყებ ყველაზე წინა ტურში რაღაც ვიზახთი რა, ყველა ჩემთვის გადაახვიეთ და ვთქვი რომ ტურის ცენტრალური თამაში არის ევერტონი მანჩესტერ იუნაიტედი თქო და ეგრეც აღმოჩნდა რა. ორშაბათს იყო თამაში და მაგარი თამაში იყო და ძლივს მოიგო მანჩესტერმა. შეშკო შემოვიდა. სხვა შორის მაგარი დინამიური თამაში იყო ევერტონი ფეხბურთელები რაღაც ძალიან უხეშობდნენ და რაღაც ანუ ეგ სტანდარტულად რა ევერტონის 11 კაცი ბურთს უკან და ჩაწოდება. აი თამაში გამოვიდა მოკლედ ევერტონი მანჩესტერი. გამოვიდა შეშკო და რავი, კაი ფორმაში შევიდა სხვადასხვა შეშკო, მე ისევ არ მივასება, მაგრამ ნუ კაი ფორმაშია რა. არა, იმას კერიქს აი ძირითადად ყველა მწვრთნელებს ხო ის რა გქთ ხოლმე, რომ აი შეცვალზე შემოყავთ სწრაფი, მოქნილი ფეხბურთელები, რომ უცებ აი დაღილდაცვას რაღაცნაირად აჯობონ და აი შეშკო ის არის რა. მაღალი ჩაწოდებაზე მუშაობს და კონტრცეტევაზე საკმაოდ სწრაფია. კაი, შეშკო არ ინტერესებს ხალხს. მანჩესტერმა მოიგო. ანუ ეგ გოლიც ახლა ძირითადად ანუ შეშკოზე და ბიუმოზე იყო რა და ეგ ზოგ ჩემთვის რა ზოგადად ბრუნო ფერნანდეში ყველა მიცით რაც არის როგორც არის და აი შეშკო კუნია ბიუმო ეგ სამი ერთად ძალიან უხდებიან რა ერთმანეთს ასე ვთქვათ სამივე ძალიან სწრაფია სამივეს კარგი სამივეს რა ბიუმოს და კუნიას კარგი პასი აქვს ორივეს და შეშკო კაი შემსრულებელია ისეთ ფინიშინგს ვაჩვენებს ამ ბოლო დროს რომ შეგვიძლია კიდე მეც ველოდოთ მაგისგან რა კიდე ეს ტური ეძღვნება ანუ წინა ტურის, ანუ შემდეგი ტურის, მომავალი ტურის განხილვა არის. მოვრჩეთ ახლა შეშკოზე და ვიღაცების საუბარს, უბრალოდ გადავიაროთ. მანჩესტერმა მოიგო თამაში. და მანჩესტერი 4-0-ია. ძალიან გულშემატკივრო მანჩესტერი შევიდა ჩემპიონთა ლიგის ზონაში და ძალიან კარგი. ფულემ მოუგო სანდერლენდს და თუ არ ვწდები სანდერლენდმა პირველი თამაში დააგო სახში ამ სეზონში და ხო, ჯაკას გარეშე ვერ წინავს სანდერლენდი, თუმცა ფულემიც არ იყო კაი ფორმაში და ხასიათი გამოიკეთეს სანდერლენდთან. ლივერპულმა ძლივს მოიგო, მაკალისტერმა 67 გოლი გაიტანა და ერთი ჩაუთვალეს და ძლივს 97 წუთზე მოიგო ლივერპულმაც. ვესტჰემი ბორმუთი წყნარი 0-0 იყო, აი მენა წყნარი, არა და აქ გოლების წვიმას ველოდებოდი და ვისაც ბორმუთის ან ვესტჰემის მცველები ყავდათ, კარგად იხეირეთ. ბრენტფორდი ბრაიტონი ჩვენი ძმის თორნიკეს იგორ ტიაგო იგორ ტიაგოს როლის ასიამონეს უბრალოდ ამოეწურა ბრენტფორდს 2-0 მოუგო ბრაიტონმა ამოეწურა კაი ფორმა რა წესით ვერ უნდა მოიგო ან წესით ბრენტფორდს უნდა მოიგო იმიტომ რომ ბრაიტონი სულ ფორმაში იყო და ბრენტფორდი კარგ ფორმაში იყო და თუმცა ფეხბურთი და ყველაფერი ხდება და ბრაიტონმა მოუგო აი ბრენტფორდი შესაბამისად სტოებს აი ფავორიტი როც არ ვერიგებს რა ანდერდოგიდან უფრო გამოსდის და ეხა ეგეთი დრო იყო ზუსტად ამოეწურათ რა ვილალიჩში სეზონის ერთ-ერთი საკუთო გოლი ვიხილეთ შტახის ჯარიმა ანუ უფრო მარტინეზის
ცოტა რა მნიშვნელობა აქვს, ნუ მაგას შესრულება უნდა და მაგრარი გოლი შეაგდო და ვილაც რაღაც ბოლო პერიოდია, ბოლო 5 ტურია, რაღაც ამღვრეული გამოიყურება. შემდეგ ჩელსი ბარნლი, ჩელსიზე რა უნდა ვილაპარაკოთ, საშინელება უბრალოდ. ჩელსი ხო, ნუ აი ძალიან არასტაბილურად რა. აი ხა შეიძლება შემდეგ ტურში ხა ამ ტურში წავიდნენ არსენალს მოუგონ და მერე წავიდნენ და რავი ლისთან 4-0 წააგონ. რავი ჩელსის ფანებო რაღაცები შესაძლებელია თქვენ გუნდში. სიტი ნიუკასლი, სიტი მიდიაში წყნარად მოუგო და სიტი ნიუკასლს უყურე ბუდაპეშტიდან რა. ძალიან შვითად მოუგო. ძალიან შემეშინდა რაც ვნახე. რას? ერლინგ ჰალანდი პირველად ვნახე მაგ როლში. პლეიმეიკერის როლში. ხო, პროგრამა ჩაუწერეს. პირველად აპდეიტი ქონდა და ანუ რაც მე ვაჰეითი ჰალანდი, მგონი დაიწყო რა, ანუ პლეიმეიკინგის, პასების, დრიბლინგის და რავი, ძალიან მაგარი შტაბეშლება და ჩემთვის რა. პალასი ვულზი ძლივს მოიგო საწყალმა პალასმა სანამ კაცი არ გაუგდეს. შემთხვევით მოიგო და პენალიც ჰენდერსონმა. სანამ კაცი არ გაუგდეს ვულს ტიმენა ძლივს საწყალს მოუგეს, ნუ არსენალმა გადაუვარა ტოტენჰემს და სამწუხაროდ გადავიდა. ხო, თორნიკე და მაგისნაირები დადუმდნენ და არსენალი 5 ქულით არის ეხა წინ სიტიზე, ოღონდ ერთი თამაშით მეტი აქვს ცოტა. ხო. დიდხანს არ იქნება. მოვახციეთ ეხა ამ 22 ტურზე. პირველი თამაში, რომელიცაც რავი, განხილვა დავიწყოთ მარტივად. ვულზი ვილა. ეს იქნება არასკევს ღამე პირველი თამაში იქნება. პირველი თამაში იქნება. ვილაზე როგორც გიორგი თქვა უკვე ძალიან ამგრულად გამოიყურებიან. ეგ ძირითადად ნახევარდაცვისგან გამოწვეული პრობლემებიდან არის რა. ვულზი რაღაც ვითომ გამონათებები აქვს, მაგრამ სხვათა შორის სტატისტიკურადაც რომ მივყვეთ, რასაც ხშირად არ უყურებენ ხოლმე და არ აინტერესებთ, ვულზი სახლში, ვულს სახლში უფრო ცუდი დაცვა აქვს სტატისტიკურად, ვიდრე გასვლაზე. მაგრამ ამ შემთხვევაში ასტონ ვილას ისეთი არეულია, ისეთი ამღრეულია, რომ აი ვერ პროგნოზს ესე პირდაპირ მე მგონია მარტივად ვულზი გავარდნილია ჩემპიონშიპში. ვულზი მაგრამ გამონათება იქნება აუცილებლად. ვულზი სახლში თამაშობს, ვულზ არაფერი არ აქვს დასაკარგი, ვილას აქვს დასაკარგი ის, რომ 4-ელში ეგეთი გარანტირებული აღარ აქვს ადგილი, მოვაჩნდნენ იქ უკინდან ბიჭები, ლივერპული, მანჩესტერი და ის, ნუ ჯერ ესე ახლოს მაინც არ არიან, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? არა, უკვე ვილამ თუ ესე კარგა ქულები, აუცილებლად დაკარგავს 4-ელში ადგილს. ვილას მოსაგები აქვს და მგონია რომ საბოლოოში ვილა მაინც მოახერხებს მოგებას და თუ მოგებას უკვე სამქულოში არის მანჩესტერი ვილოსთან. მოკლედ მარტივად რო ვილაპარაკო ხო ვილა ვულსში ვინ უნდა დააყენო, ვინ არ უნდა დააყენო, მარტივად შეგიძლიათ ისო კლავ როჯერს ენდოთ ფენტეზიდან თუ მივყვებით, თუ ყავთ როჯერსი შეგიძლიათ დააყენოთ, თუ არ ყავთ არ იყიდოთ. აი ზუსტად. და იგივე ოლი ვოტკინსი რა. ცველს მე არ ვიყიდიდი ვულსთან, მიუხედავად იმისა რომ ვულზი ცუდი გუნდია. ვულზი გამტანი გუნდია. ვულზი შეიძლება გაუტანო და დასაკარგი არაფერი არ აქვს და პუბლიკაზე ითამაშებენ აუცილებლად და ამიტომ მოკლედ არანაირი პრობლემა არ არის. ხო და მოკლედ ქეში, არც ქეში, ის დაბრუნდა. მინქსი დაბრუნდა. ხო, არც მინქსი, არც კონსა, მოკლედ არ გირჩევთ. შეიძლება თავისუფლად შეინახოს ვილამ კარი მშრალად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არის აქ ისეთი თამაშები, სადაც უფრო ჩემი აზრით დობა არ შეიძლება. მით უმეტეს მე ვილას შემდეგი თამაშებიდან გამომდინარეც რა. პირდაპირ ამ ტურის შემდეგ ეგრევე ჩელსის ხდება. ანუ აბსოლუტურად იცვლება შეხვედრების სირთულე რა. ეხლა თუ ძალიან მარტივია, მე უკვე ძალიან რთული ხდება დაცვისთვის თამაში. და როჯერსი რაც თქვით ზუსტად და ვოტკინსიც თუ ყავთ გუნდში, უნდა დაიტოვოთ და თუ არ ყავთ, არ უნდა იყიდოთ რა. აი შემდეგ თამაში რო გადავიდეთ უკვე ბორნმუთის სანდერლენდი, რომელიც ჩემთვის ალბათ უფრო საინტერესო იქნება. ბორნმუთი რაღაც კარგ ფორმაში შედის. კარგ ფორმაში შედის რა, კარგ ფორმაშია. შეტევის ხრივაც, დაცვის ხრივაც და ბორნმუთიდან ჩემი ამ თამაშის ესე პროგნოზი რო გავაკეთოთ, მე მგონია რომ ძალიან მხიარული თამაში უნდა გამოვიდეს და ბორნმუთი ალბათ გამარჯვებული უნდა გამოდგეს აქედან რა. იმიტომ რომ სანდერლენდი გასვლაზე არც კარგი გუნდი არ არის. რო ვთქვათ რა სიმართლე, მით უმეტეს ჟაკა ახალდაბრუნებულია და თლად ისევ ვეღარ აკონტროლებს ჯერ ტემპს, ჯერ უნდა შევიდეს ისე ფორმაში. 90% მიუხედავად იმისა, რომ სანდერლენდი ესეთი აი ჩამჯდარი გუნდია და გასვლაზე არ გამოსდის. ანუ ბორნმუთი მგონია, რომ სახლში გამტანია აი უეჭველი. აი იმენა უეჭველი რა და ესე რო გითხართ ბორნმუთიდან ვინ არის თქო მოსაყვანი, რავი, ევანილსონი ყავს 5 ტურია და გოლი არაა გატანილი, ანუ ისეთი გუნდია, შეიძლება რაიანმა გაიტანოს, შეიძლება კროუპმა გაიტანოს, შეიძლება რა ვიცი, ევანილსონმა გაიტანოს, შეიძლება ტავერნიემ გაიტანოს, ანუ მოკლედ ვერ გაიგებთ რა. ჩემი აზრით საერთოდ მგონია რომ სანდერლენდი გოლს ვერ გაიტანს, ნუ ესეთი მარტივად გითხრათ და ჯამალ ჰილი
ჰილი ძალიან კარგი არის შეტევის ხრივაც რა. ხო, ანუ 100-ს აკეთებს, შეტევაში ერთვება, ანუ ამ ტურში მოკლედ მე დაცვაში ჩემი პირველი ფიქი ბორმუთიდან არის ჰილი დევკონებსაც ბევრს და დევკონებსაც წერს რა. და ანუ სენესიც არის მეორე ვარიანტი, მაგრამ უბრალოდ სენესი იმდენად ძვირია. ჰილი ძალიან მაგარ ფორმაშია ანუ უბრალოდ. ბევრს არაფერს არ გაძლევს განსხვავებულს რა. ანუ დევკონი ორივეს აქვს და იმას ხასტებიც აქვს. სენესიც არ გიჩვენთ და ბორმუთიდან კარგი ფიქები იქნება, შეტევის ხრი ალბათ რაიანი, კარგი ბიჭია, კრუპი ალბათ გარისკაუტ ევანილსონი და ის დაბრუნდა. ტავერნიე დაბრუნდა, რომელიც ასევე პენლებსაც თან გაიართა ევანილსონი. ხო. და ბორმუთს კარგი შეხვედრები აქვს ამის მერეც. სახლში ბრენდფორდი, გასვლა ბარნლი და სახლში მანჩესტერი რა, ესე ვთქვათ 31 კვირამდე არსენალამდე რა და ძალიან კარგი შეხვედრები და ყველა შეხვედრა შეუძლია. აგიტა ვიყიდე ევანილსონი, უბრალოდ 2 ქულაზე მეტი არ დავწერე. აი, ევანილსონზე წარმატებული. მე მყავდა 1.15 ტური დასაწყისში და 2 ქულაზე მეტი არ დავწერე, მე მგონი ჯამში. შემდეგი თამაში არის ლივერპული ვესტჰემი და ლივერპული ვესტჰემი ძალიან საინტერესოა, ვირთი არ ეყოლება ლივერპულს. ვესტჰემი არის უკვე ბოლო 5 ტურია მაგარ ფორმაში. მართლა. მართლა კაი ფორმაშია და უბრალოდ ვერ ამოძრნენ რა. ანუ ვერ ამოვიდნენ იმიდან გასავარდი ზონიდან რა. ტოტენჰემთან ისეთი ბრძოლა აქვს გამართული, ცოტა უჭირთ რა, მაინც რა. ტოტენჰემთან მაგრა უჭირთ ხო და? ტოტენჰემთან რთულია ცოტა წინააღმდეგ. და ამიტომ არ ვიცი ხა ლივერპული მოიგებს, პირადად ვან დაიკი ბოლო ან მეორე ვარიანტია, რომ ეს ხო მოიგებს აუცილებლად მოიგოს. ან მეორე ვარიანტი რომ წააგოს რა. მეორე ვარიანტი რომ ვაფშე არ მოხდა. მეორე ვარიანტი რომ წააგოს, აი ძალიან ჩვეულებრივია და არ გამიგია 0-1 რომ მორჩეს ეს თამაში. ლივერპულის ეს მე ძალიან მაღალი სტანდარტი. ვან დაიკი მაგარ ფორმაშია, 17 და 11 ქულა აქვს დაწერილი ბოლო ორ თამაში. ვან დაიკს ავიყვანდი უეჭველი 100%-იანი. ვირცის არ ყოფნაში, რავი, ზოგადად მე მყავს მთელი სეზონია სობოსლაი და წერს კაცი ქულებს გიჟივით, მაგრამ ვირცი მანქანა არის და მთავარი გული და ლივერპული. სტატისტიკა მთავარი გული სხვა ადამიანი არის. ეხა პოსტა ჩახტა მე. ანუ ეკიტიკი არის ანუ ეკიტი იქაც ყავს უკვე ბევრი ტურია და ესეთი ტიპი არის რა 4 ტური 2 ქულას დამიწერს მე გამოვედ 15-ს დამიწერს ან დუბლს შეაგდეს ან დუბლი გაქვს რა გოლი მარტო არ გაქვს თუ გაიტანს მაგ თამაში იცოდეთ რომ დუბლი გაქვს მეორე უეჭველი გაქვს ხო და ფიქრობ შეტევაში ეკიტიკე შეგილიათ ერთ-ერთ ჩემპიონებიდან და ვაფშე ნახევარმცველებიდან უფრო ძვირიანი მოთამაშე მოჰამედ სალაჰი რა აი მოჰამედ სალაჰი უბრალოდ ძალიან დიდი რისკია რა რისკია ფულის ამბავში ანუ რაღაც პროპორციაში ვერ მოდის კარგად ინფორმაცია ფულს რო იხდი რაღაც გოლს უნდა ელოდე თუმცა კიდე ერთხელ განმეორდები სალაჰი მგონია რომ 10 გოლზე ნაკლებს არ შეაგდებს და შეაგდებს უფრო მეც ანუ 10-ს გადაცდება და ესეთი თამაშების სახში ვესტჰემი არის იდეალური პენალი დაიდება სალაჰი და არ ტყავს და მთელი გუნდი ითამაშებს რომ სალაჰმა ოღონდ გოლი გაიტანოს ალბათ თან ახლა ყველაზე კარგი საყიდელია იმიტომ რომ ახლა ვესტჰემის სახლში მე გასვლა ულზის სახლში ტოტენჰემი გასვლა ბრაიტონი შემდეგი 4 ტური სუსტად ბოლო ტურები ყველა ყველა ისეთი თამაში არის რომ ყველგან შეიძლება გაიტანოს ყველგან შეიძლება კი არა ლივერპული უეჭვალოდ გონია რომ გაიტანოს არა სალაჰზე გემოს და სალაჰი შეიძლება ეპიცენტრში იყოს მაგ ყველაფერს მაგრამ მაინც ჯერ დასაკვირვებელი შემდეგ საინტერესო ბიგ ბოის თამაში ნიუკასლ ევერტონი მართლა ბიგ ბოის არის რა იმიტომ რომ ანუ ბოტმანი ბარნი ბიჭები იქით იპაუპი იქიდან ტარკოვსკი კენი აი მენა როგორი თამაში წავა იცი როგორი 0-0 არის აი 1-1 ან კაი 1-0 აი მეტობა რომ იმენა რო არ წამოვა ანუ 3 გოლი რო არ გავა თამაში ანუ ნუ არა შეიძლება გავიდეს უბრალოდ ხვდები ჩვენი პროგნოზი ანუ აი როგორი ჭიდაობა წავა იცი აი ბახ ბუ ერთ-ერთი კაცი ბურთს უკან და კუთხურები იქნება ძალიან ბევრი აი ეგეთ თამაში წავა იმენა ინგლისური სახში ნიუკასლია 4-4-2 სახში ნიუკასლია ნიუკას არ ყავს ბრუნო გიმარაეში მაგრამ ფორმაში შევიდა სანდრო ტონალი კარგია ნიუკასლიდან არავინ არ უნდა იყიდოთ საერთოდ მეგობრებო ამ კაცის სიტყვები დაიმახსოვრეთ ამოჭერით და მე რაც გინდათ ის უქენით სანდრო ტონალი და ცველი ცოტას არის ყო უფრო სანდრო ტონალის ვფიქრობ მე ნახევარმცველებიდან ასევე ენტონი გორდონს რომელმაც გამოისტორა ხასიათი ყარაბაღთან და ცველებიდან სარისკო ფიქი არის მალიქ ჩაუ სარისკო იმიტომ რომ შეიძლება ევერტონმა გაუტანოს მაგრამ შეიძლება ჩაუმ გოლიც გაიტანოს კლინშიტ შეინახოს ჩემი აზრით არც ერთ სიტყვა არ დაიჯერება აქედან ნიუკასლს თავიდან უნდა ერიდოთ ნახოთ და კაგისტორ ყველას ან მალიქ ჩაუ თუ ყავთ კიდე შეიძლება დატოვება დანარჩენი არც ერთის მოყვანა არ კაგისტორ არც ერთის მოყვანა არ არის იმიტომ ნიუკასლი აი დროებით ვითომ კარგ ფორმაში
გადაღლილები იქნებიან. გაგიწორდება. მე რა რო ყარაბაღი. ყარაბაღთან გადაიღო. მე რა რო ყარაბაღი. ძალიან დაიყანე ყარაბაღთან. შემდეგი თამაშები: მანჩესტერი, ჩელსი, სანდერლენდთან სახში, მაგრამ სანდერლენდთან სახში არ იქნება მარტივი თამაში. მე არა. რავი, როგორ გინდათ? რა მე ვნახოთ ამ ტურის შემდეგ შევხედავთ. პირდაპირ უშუალოდ ეგრევე გამოიღებს. რომელს დაგვიჭერებს. კი, გაგიწორდა. აი შემდეგი არის ბარნლი ბრენდფორდი. ბევრს დაფშე ვერ ვისაუბრებ ამ თამაშზე, იმიტომ რომ ბარნლიზე ვერ ვსაუბრობ უბრალოდ, არ ვიცი ბარნლი რას იზავს, შეიძლება ბარნლიმ გაუტანოს, შეიძლება ჩვეულებრივად კოლინსის დაყენება დაცვაში, კოლინსი უბრალოდ ცოტა მოადინება. ვანდერბერგი რავი, შეიძლება ტიაგომაც შეაგდოს, შეიძლება შადემ შეაგდოს, შეიძლება დამსგორმას შეაგდოს. აი როგორი თამაშია, იცით, აი რომელი ვინ გაიბწყნებს არ ვიცი. ეს სცენარს გეტყვით მე პირდაპირ რა 0-2 იგორ ტიაგოს 2 გოლი და უატარა დანგოს აკიდებული პენალტი. ხო, არა, ჩვეულებრივად შეიძლება, მაგიტომ თუ ყველაზე ცუდი გუნდია ბარნლი რა. ულზე არ გეგონოთ რომ ყველაზე ცუდი გუნდია. თუ ვიღაცას ხალხმოს უნდა რომ ვიღაც მოიყვანოს და არ ყავს. იგორ ტიაგო მოიყვანეთ. იგორ ტიაგო იმიტომ რომ ბერფაც კაი თამაშობს. იყიდეთ და უატარა დანგოში და ვიღაცეებში ფული არ გაისროლოთ რა, უბრალოდ იმიტომ რომ შეიძლება ამ ტურისთვის კაია, მაგრამ ბრენდფორდის შემდეგი თამაშები მინახე აბა ჯიგარი. შვენიერი თამაშებია, ბრენდფორდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი, შემდეგი 4 ტური აქვს რა. აბა მენახე. აი პირდაპირ კაი ტური არსენალი, ეხა ბარნლი გასვლა, ბორნმუთი გასვლა, ბულზი სახში ლიცი გასვლა. ნორმალური რა. შემტევებისთვის კარგია. დაცვიდან აი კელეჰერი თუ ყავთ შეიძლება კიდე და ეხა დამატებით იმის ვანდერბერგის მოყვარა და რაღაცა არ ვარ რა. კარგი, გადავიდეთ ცოტა საინტერესო ლიცი სიტიზე, სადაც ყველა თამაშზე, არა, საინტერესო არის, უეჭველი საინტერესო ლიცი არის ძალიან სახალისო გუნდი. აი, ლიცმა შეიძლება ჩვეულებრივად მოგოს სიტის. სიტი ეგ გამოიყენეს. სიტის აქ ეხლა მაგარი წნეხი რა. არსენალი ამჯერადაც მოიგებს. ანუ ერთ თამაშით მეტი ექნება თუ ნაკლები. ანუ ნახე გვარდიოლას რო კითხო, შენ ეგ სიტისთვის უფრო წნეხი არსენალი. ჩემი ორი საკითხავი. არა, ეგრე არ ხდება ფეხბურთში, ნახე, მარტივია. შენ რო ეხლა გვარდიოლას კითხო, არსენალის ადგილზე იქნებოდა თუ შენ ადგილზე სადაც ხარო, უეჭველი იყო რომ არსენალის ადგილზე. იმიტომ რომ წინ არის არსენალი. წინ არის არსენალი. და ყველა არსენალის მოგებული თამაში, მაგათ ექსტრა თამაში აქვს ჩატარებული თუ არა აქვს. რაღაცას ნიშნავს, იმიტომ რომ ანუ ყოველ შემთხვევაში სამი ქულა, ანუ მაქსიმუმი სამი ქულა უნდა აიღოთ და აიღეს. ანუ და სიტის ყველა თამაში დასცენის, ფეხის დასცენის სულება არ აქვს. უბრალოდ იმიტომ რომ მე თამაში უნდა ჩა სიტის არსენალს ერთმანეთში ეტიჰადზე. და მე მაგ რომ მოუგოს სიტი შეიძლება არც ეყოს. არსენალმა შეიძლება ეგ თამაში დათმოს და მე ყველაფერი მოიგოს და არსენალი ჩემპიონი გახდეს. მაგრამ აქ ფსიქოლოგიურად უფრო ზეწოლა, ჩემი აზრით აქ არსენალს ექნება. ამ ტურში უშუალოდ მაგ შეხვედრამდეც მივალთ. არა, მაგის გამოც არა. იმიტომ რომ პირველ თამაშს ჯერ თამაშობს სიტი და მე მგონია რომ ძალიან მარტივად და ლაღად მოუგებენ იმიტომ რომ არა, მე არ ვიძახი რომ არ მოუგებენ. არა, მესმის. უბრალოდ არსენალისთვის უფრო ზეწოლა იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის მე მგონი მთელი სეზონის ბოლომდე თითქმის არა, ეხა მე იცვლება რა. ანუ ეხა სიტი რადგან უფრო ადრე თამაშობს. ორ ქულამდე ჩავა რა. ხო, ნუ. და ანუ ფსიქოლოგიურად ეგ უფრო დარტყმა იქნება და ეგ უფრო შიში იქნება. სიტიდან სამწუხაროდ მე წინა ტურში 17 ქულიანი ორაილის კამზე დავტოვე და გეჰი დავაყენე. სამწუხაროდ. მე არ ვიცოდი გვარდიოლა თუ ორაილის გადაწყვეტა რომ მარცხენა ვინგერი გამختارიყო და პრაიმ რონალდინიო გამختارიყო, მაგრამ აი ნახევარდაცვაში დიდი დრო არ უჩვენს რა მაინც ვერ გაიგებ რა. არა, просто გაამართლა რა. ანუ ნიუკასლთან გაამართლა, შეიძლება 2-1 მოიგეს და ეს ანგარიში არ ჩანს დიდი ანგარიში, მაგრამ გაამართლა რა, კარგად ითამაშეს და მოკლედ ორაილი მგონია რომ აი პიკი არის, იმიტომ რომ თუ ისე მარცხენა ვინგერად დააყენა, შეიძლება კლინშიტ შეინახოს სიტყვენ, ჩოდებროთ ორაილიმაც ან გოლი გაიტანოს, ან პასი გააკეთოს. ეხლა შემდეგ შეხვედრაზე რომ გადავიდეთ, ნუ ლიცი სიტიდან ყველამ ვიცით რომ სემენიო ჰალანდი, თუ დაცვაში ვინმე გინდათ აუცილებლად, რავი, ახლა ორაილი შეიძლება, გეჰი შეიძლება მატეუს უნეში შეიძლება და კარში თუ მაგალითად დონარუმა ეგ თქვენზეა დამოკიდებული რა. აი შემდეგ თამაში რომ გადავიდეთ უკვე, რომელიც ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო გამოდგება, ბრაიტონი ნოტინგემი რა. მეც ეგრე ვფიქრობ. მაგრამ მგონია რომ მაინც მოიგებს. ნოტინგემს უკვე წინა ვიდეოში საფრთხეთ მეოთხე მცველი ყავს, რეკორდული მეოთხე მცველი ყავს და ლივერპულთანაც ძალიან ცუდად არ გამოიყურებოდნენ. ჩემი აზრით მაგ თამაშიდან ერთი ქულა ალბათ უნდა წაიღოთ. და ამ თამაშიდან მოვიდები რომ არც ბრაიტონი არის დიდად კარგად და ფორმაში შესული, ასე რომ ვთქვა, ბრენდფორდთან კი მოიგეს, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს რა და. ხო, მე არ ვიცი, მე თანაბარი თამაში მგონია იქნება. მაინც მგონია რომ ბრაიტონი მოუგებს და მაინც მგონია რომ ნოტინგემი უბრალოდ გოლს ვერ გაიტანს და one hacks დავაყენებდი. და
და შევა ველბეკის დამეყენებინა. ვერ ვიუგენი ვანჰეკეთ უკავთ, მეც დავაყენებდი, იმიტომ რომ ეს ერთი ყველაზე ცუდი გუნდი არის სტატისტიკურად სეზონის განმავლობაში, მაგრამ რო აყვანით, არავის არ ავიყვანდი ბრაიტონიდან ეხა. ფულემი ტოტენჰემი ფულემი არის ფავორიტი. პირდაპირ. უეჭველი, არა ფავორიტზე მან საუბარი არ არის. ანუ მაგრად მინდა რომ მოუგოს და მინდა რომ გავუვარდეს. ან შენ არსენალის ფანი ხარ ამ სეზონში? არა, ვარ არსენალის ფანი, ჩემპიონობა ანუ არ მიყვარს. ტოტენჰემს ანუ მე კეინის დროს მიყვარდა ტოტენჰემი რა, ეხა ტოტენჰემი ანუ რავი. რა უნდა გიყვარდეს ტოტენჰემში? ტოტენჰემიდან ვიღაც მოთამაშეს აყენებ 0 ქულას გიწერს. ანუ ვანდევენს აყენებ და 23-ს გიწერს, ეგეც არის. ხო, ანუ ეხა ერთხელ დამეწერა 23 და ხო, ანუ ეხა ცხოვრებაში ერთხელ ხო იცი რა წყვავისო. კი. მაგრამ, მაგის გამო არ მინდა უფრო ფულემ, მინდა რა, მე მგონია რომ ფულემ მოუგებს, უბრალოდ იმის გამო არა რომ ტოტენჰემი მინდა რომ გავარდეს რა. მაინც დიდი გუნდია და არა, ფულემი მგონია რომ აქ ორივე გაიტანს. უბრალოდ მე მგონია რომ სადღაც ტოტენჰემაც უნდა დაიწყოს. ჩვენი ერთი ძმის, უბრალოდ საზოგადოება არ იცნობს, ეხლა სახელს და გვარს არ ვიწვი, ჩვენი ერთი ძმის კაცია დასაყენებელი აქ რა. ჰარი ვილსონაშვილი რა. ჰარი ვილსონი აუცილებლად. აი თუ არ ყავთ უნდა მოიყვანო. და რაულ ხიმენესი. შეიძლება. ანუ ბიუჯეტური სტრაიკერია და რა ვიცი, თამაში ბოლოს დუბლი გაიტანა და ხო, თუ თვლით რომ ითამაშებს, ასე ვთქვათ, ფულემი ისე ითამაშებს, რომ ბევრი გოლი გავა, შეიძლება რა. მაგრამ ძირითადად ეხლა მანქანა და სული გოლი უფრო ჰარი ვილსონი არის. ამ სეზონში და შემდეგი თამაშებიც ძალიან კარგი აქვს რა. ეხლა ტოტენჰემთან სახლში, ვესტჰემთან სახლში, ნოტინგემთან გასვლა, ბარნლისთან სახლში. კი, მშვენიერი. ლივერპულამდე, მე უკვე ლივერპულია, მაგრამ იქამდე დამშვენიერი. აი რომც არ ყავდეთ, უნდა იყიდოთ ვილსონიც შეიძლება და კიდე დაცვიდან შეიძლება ანდერსენი რა. ანდერსენი რავი, დაცვის თავარი მანქანა. ხო, და დეფკონებს ასწერს და პასებს აკეთებს ყველაფერი რა. ეს ოპციები აქ მაინდა-მაინც მეტი არ არის. ტოტენჰემიდან არავინ არ. ტოტენჰემი არ გიცოთ არავის. შემდეგ თამაში რო გადავიდეთ უკვე მანჩესტერი პალასიდან მანჩესტერიდან ალბათ იცით ვინც უნდა ყავდეთ. ბრუნო ფერნანდეში და უკვე მაგის იქეთ დაცვიდან არავინ. ბიუმო ანუ ეს როგორ თამაშեցი პალასის საშინელი გუნდი არის. ეხა ერთი ტურისთვის ვიღაცას თუ ყავს, ანახე, ვიღაცას თუ ყავთ გუნდში მანჩესტერის წველი დააყენეთ. იმიტომ რომ მგონია რომ მანჩესტერი გააკნიშითებს. და თუ არ ყავთ, არ იყიდოთ, იმიტომ რომ მანჩესტერის მცველი უბრალოდ ფენტეზიში არის, რავი გაწამდები მაგარი სტატია აქვს 6 თამაში 3 კლინშიტი აქვს ხან ბოლოს. ხო, არა, თან ლამესის მაგარ ფორმაში შევიდა. და რავი, დელიხტი უბრალოდ ვერა დაბრუნდა, თორე დელიხტი ამ სეზონში რანა მიდგა, ერთ-ერთი საკუთი მცველი იყო. რა უბრალოდ მანჩესტერის სულ უშობდა. უბრალოდ დელიხტი დებდა რაღაც არანორმალურ პერფორმანსებს რა. მანჩესტერიდან უბრალოდ ხა ფული არ დახარჯოთ მცველში, უბრალოდ თუ ყავთ, უეჭველი დააყენეთ. ბრუნო საყიდელია ვისთანაც არ უნდა ეთამაშებოდეს. ბრუნო უეჭველნა ყავდეთ. ბიუმო. შემდეგ შეხვედრაში ალბათ მაუნტის დაბრუნება და დელიხტიც, მაგრამ მაინც დაცვაზე ხა დიდი ცენტრი არ ვარ. ბიუმო არ არის. ბიუმო ორი თამაში გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ორივეში პასი გააკეთა რა. და ბიუმო მოკლედ საჭირო კაცი არის რა. წინა სეზონში 20 გოლი, 7 პასი ბრენტფორდში ტყუილა არ ქონდა და აი როგორ თქვა, მანჩესტერის როგორი გუნდი არის? ბრუნოდან ბიუმო თუ ყავს, რომელიღაც ანუ ყველა გოლზე შანსი არა რომელიღაც ორ-ორი დაწეროს. აი არ მახსენდება რომ რომელიღაცამ ან პასი არ გააკეთა, ან გოლი ვერ შეაგდო, ან დეფკონი არ დაწერა, ანუ ორივე ორს არ წერს რა. ერთხელ შეიძლება დაწერს, მაგრამ ორივემ შანსი არ არის. რისკია უბრალოდ სხვა მოთამაშეებიც არსებობენ, თუმცა მე ბრუნომ ბიუმო მეყოლებოდა რა. ეხა ამ ტურში უეჭველად. გადავიდეთ ეხა ცენტრალურ მატჩზე, ყველაზე საინტერესო მატჩზე, სადაც ჩვენ ძმა თორნიკეს გონია რომ ჩელსი მოუგებს არსენალს. აი ეგეთი არასდროს არ დიდი ფორით, ძალიან დიდი ფორით. მე მგონია რომ ძალიან თანაბარი თამაში იქნება. მიუხედავად იმისა, თუ რა სტატი აქვს არსენალს ჩელსისთან, ბოლო რავი 1-5 წელიწად. ხალხო ჰაიპს არ აყვეთ არსენალი მოიგებს ძალიან მარტივად. დააყენეთ გაბრიელ მაგალაიში. ჩელსი ვითომ საშინელ ფორმაში არის. მაგრამ მგონია რომ სადღაც ჩელსთან ერთადერთი პიკის და ერთადერთი პიკი რო ქონდეს ჩელსთან ვის დააყენებთ? პალმერს. მენსო ფერნანდეს. პალმერს, იმიტომ რომ პენლებს უყურებს. მაგრამ პალმერმა დიდი შანსია რომ ადგეს და გაცივდეს და კიდევ ერთი თამაში გამაზოს არსენალთან. ხო, არა. ჩვევია ხოლმე. გვინახია. ხალხო არსენალიდან გიოკერეს შევიდა ფორმაში. რამდენიც არ უნდა ხად დაობადა ჟღერდის. გიოკერეს შევიდა ფორმაში. არ მოტყულდა. გიოკერესში დააყენეთ თუ ყავთ, არ იყიდოთ თუ ყავთ დააყენეთ. არსენალის არცეთ ფეხბურთელს ავიყიდი, ალბათ ეხა რა. ვინ ყავს არსენალიდან? რაია და მაგალაიში. რაისი აღარ? რაისი გავყიდე.
31 ტურში გაითვალისწინეთ, რომ არსენალის ფეხბურთელები თამაშობენ და მაგისთვის უბრალოდ უნდა მოემზადოთ ვიღაცა. ეგ არის ნომერ პირველი რა, ეს რომ მოთამაშის ყიდის, ეგ მოთამაშის ქულას წერს. ხალხო მოემზადეთ რაისის უბრალოდ შეგიძლიათ გითხოთ მე რამდენი ადგილზე არის მინილიგაში. კი, გაგისურვებ. ჩვენ მინილიგაში. მინილიგაში. ჩემთან ლიგას მე რამდენი წერს. რაისი მე-15, ანუ რაისის 15 თამაში მოდის. ანუ რაისი უეჭველი დააყენეთ, ჩემი რჩევა. მცველი რავი თუ აყენებთ გაბრიელი დააყენეთ, რომელიც შევა არა, გაბრიელი აუცილებლად უნდა დააყენოთ რა. და რავი, თუ გყავთ იმპერიაში დააყენეთ რა. მეტი არ ვიცი. ჩელსი და მაქსიმუმ მეინცოს დავაყენებდი რა. სხვა პალმერის ყოდმოსაც დავაყენებდი ხა 10 მილიონიანი ფეხბურთელის სკამზე დასვა სისულელი არის. კაპიტანი რა თქმა უნდა არ დაატვით, მაგრამ დააყენებდა რა. თავისუფლად შეიძლება რომ რაღაც შექმნას. და თავარი ინფორმაცია ალბათ ეხა ამ ეპიზოდში არის ის რომ 29 ტურიდან იწყება ჩვენი ლიდერბორდის ათვლა. ხო? ეს არის ბოლო ტური არის, სადაც ჯერ არ მოქმედებს არანაირი. თან მოდი დავკონკრეტდეთ 29 ტურიდან. კი, 29 ტური არის, პირველი თამაში იქნება ევერტონი. კი, უბრალოდ 3 მარტია. რომელ ტურამდე? ეგ არის საინტერესო. ტურში ხო, რომელ ტურამდე? 31 ტურამდე. 29 ხო, არა, 31 ითვლება. ხო, კი ბატონო, კი. მე შესვენება არის ანაკლებო. 29 21 და 31 29, 30, 31 ტური. აი ამ 3 ტურის განმავლობაში ვინც დაწერს ყველაზე მეტ ქულას, ვინც არის გაწევრიანებული ჩვენ პრემიერ ლიგის ფენტეზი ლიგაში, ლინკი ისევ აღწერაში იქნება და ვინც არ ახართ დაჯოინებულები, შეგიძლიათ დაგვიჯოინდეთ. უკვე ხალხი მოგროვდა. კი. 20-მდე ადამიანი ვართ უკვე ლიგაში. ხო, 20-მდე ადამიანი ვართ უკვე ლიგაში. უკვე პატარა რაც უფრო მეტი იქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება თქვენ კონკურენციის შანსი რომ მოიგოს მაისური და რა ვიცი, გაწევრიანდით ვისიამოვნოთ ამ 3 ტურის განმავლობაში და ხო რა ვიცი, ჩვენ პირველ ეპიზოდში ვთქვით TikTok-იც გვიდევს მაგაზე, მაგრამ ხო, გამარჯვებული მოიგებს თავისი კლუბის საყვარელ მაისურს, ვინც თვის ლიდერბორდში იქნება ლიდერი. ნებისმიერი, რავი, რომელიმე კლუბის შეიძლება საერთოდ არ იყოს პრემიერ ლიგის გუნდი, არ არის აუცილებელი რა. შეიძლება ლა ლიგა სერია, ვისაც გულშემატკივრობთ, ნებისმიერი გუნდი შეიძლება. და ასევე ნებისმიერი ინფორმაციები რომ მიიღოთ, რაზეც ჩვენ მიგვიწვდება და სიტყვაზე ყოველთვის შეიძლება ყველა ვიდეოში ვერ მოახერხოთ მაგის გავრცელება რა. ამიტომ Facebook გვერდი გვექნება, რომელზეც შეგიძლიათ დაგვემატოთ. და მანდ რავი, დედლაინამდე ყოველთვის რავი, ტრამებზე ინფორმაციას, პრეს-კონფერენციებზე ინფორმაციებს, აი პატა-პატა რაღაცებს იმას ხალხს ძალიან გაუხარდება, რა ვიცი, Facebook-ში იქნება მითითებული. ხალხი აწუჩი ხნის და რა ვიცი, ჩვენი Facebook ლინკი რა. მოკლედ მეგობრებო, შემდეგი ეპიზოდი იქნება play-in-ის განხილვა ჩემპიონთა ლიგაზე. რა მოხდა, როგორ მოხდა, რატომ მოხდა. და დაგიბრუნდებით ჩემპიონთა ლიგის ეპიზოდით და შემდეგ ისო პრემიერ ლიგის რა. ჩვეულებრივად ამ ტურს ესე უცებ გადავურბენთ ამ ტურს. ეხლა რაც იქნება შედეგებს ნახავთ საჩევს წიწადარ და მე შემდეგ ტურს ჩვეულებრივად მიმოხილვას გავაკეთებთ. რეალის თამაში უნდა მივასწრო. მივასწრებს რეალის თამაში. აბა დროებით. კარგად.